მოწვევისთვის დღეს მძიმე დღეა, ჯვარცმის და გარდამოხსნის დღეა და ამ დღეს ყველაფერი რაღაც სხვაგვარად უნდა გაიაზრო ალბათ ადამიანმა და გაანალიზო, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანებზე, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ძალიან სიმბოლურია სხვათა შორის დღევანდელი დღე ხო არ არის მხოლოდ ეს რიტუალი, ეს არის უდიდესი განცდა ადამიანური შეცდომების და ტრაგედიის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს არის ქრისტეს ჯვარცმა და როცა ვლაპარაკობთ პატიმრებზე, საპყრობილეში მყოფ ადამიანებზე, ტყვეებზე და ასე შემდეგ, აი მე მაგალითად ამ დღის კონტექსტში კიდევ უფრო სხვაგვარი პასუხისგებლობით გავიაზრებდი ამ დღის სიმძიმეს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგად ჩვენ ვხედავთ თუნდაც გუშინდელ დღეს ასეთ უდიდესი ეროვნული დღის ფონზე ასეთ მძიმე დაპირისპირებას. რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს? ჯერც ერთი ძალიან მნიშვნელოვანია გუშინდელი დღის ფონზე, რომელსაც ახლდა ამდენი ემოცია, ამდენი განცდა, არა მხოლოდ თავისთავად 9 აპრილისადმი, რომელიც არის ეროვნული და ისტორიული დღე, აი ერთდროულად ტრაგედიის და ერთდროულად ღირსების, ხო? იმიტომ რომ ეს არის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლური დღე. ამ დღეს ვხედავდით ისევ გახლეჩილ დაპირისპირებულ ქვეყანას, სადაც ერთ მხარეს იდგა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, გარშემორტყმული სპეციალური დაცვის საშუალებებით და მეორე მხარეს იდგა აი გამწარებული, ნატკენი, რა ვიცი, აი ბრძოლაში, აი ას ბრძოლაში მყოფი დები, ოჯახის წევრები, რომლებიც ცდილობენ როგორც საკუთარი შვილების დაცვას, ისევე იმ მომავლის დაცვას, რისთვისაც 9 აპრილი საერთოდ მოხდა. ამიტომ აი ამ ჭრილში მყურებ ხა მე ყველაფერს, რა ვიცი, არ დაფიქრდებოდნენ იქ ნისულები, როდესაც გესმის შენ ამდენი შენი თანამოქალაქის განწერული ხმა, გესმის თუნდაც ის შეძახილი, რომელიც არ არის კარგი მოსასმენი, მესმის იმე მოსასმენია ხა რუსს რო დაგიძახებენ და მონას მაგრამ მხოლოდ ის სიტყვა ხო არ არის გასააზრებელი, რა არის ამ დაპირისპირების მიზეზი, ხო უნდა დაფიქრდნენ. აღდგომის დღესასწაული რომ მოდის, ეხლა ალბათ ყველაზე ძლიერი გამაერთიანებელი სიგნალი იქნებოდა გათავისუფლება, ხო, იმ პატიმრების, რომელთა ყოფნა ციხეში არის სრულიად გაუგებარი. ტყვეები არიან, მძევლად არიან ამდენი ხნის განმავლობაში და გადადგი ეს ნაბიჯი, ამდენს რო ლაპარაკობ, შენ რო ხარ ძალაუფლების სათავეებთან და შენდობაზე, ერთობაზე, გაერთიანებაზე, ეს სიტყვები რისი მომტანია, თუ მას არაფერი შინაარსი არ აქვს. აი ამ ყველაფერს ეხლა თან აი ამ დღეების ფონზე რო უყურებ, დღევანდელ დღეს, ჯვარცმის დღეს, ქრისტეს გვერდზე ყავდა ორი ავაზაკი. ერთი კეთილი, მეორე ბოროტი. ნუ სიმბოლური მისტიკაა ეს, მაგრამ ამ სიმბოლოებით არის ყველაფერი ნათქვამი. და სხვათა შორის ის პილატეს, რომელმაც ხელები დაიბანა და ის მოსამართლეები მახსენდება სულ ამ დროს და თქვა, რომ აი თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ უნდა დავსაჯო, ბარაბა თუ ქრისტე და ქრისტე გააკრეს ჯვარს. აი მოსამართლეებისთვის არის ეს უდიდესი სიმბოლოები, იმიტომ რომ ქრისტეს ცხოვრება ეს არის რაღაცა უდიდესი პრაქტიკა, უნდა გაიაზრო, რას ნიშნავს და ეს მოსამართლეები, რომელთა ხელით ამდენი ადამიანი გასამართლდა და უდანაშაულო ხალხი ციხეში აღმოჩნდა და მე ამის გაგრძელება ის მას შორის ძალადობრივი გამოვლინებები, ანა გუშინდელი დღეც ის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი ამის გაგრძელება. ხო უნდა დაფიქრდეს ის მოსამართლე, რის როლშია დღეს და ის ავაზაკი ერთი გვერდით მე მარჯვნივ და მარცხნივ და სხვა შორის ესე ძალიან სიმბოლური იყო, ერთი რომელიც აღიარებდა ამ არადიულობას და სიკეთეს და მეორე დასცინოდა და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იყო თავისთავად შემდეგ
ამას რაც მოყვა და გაგრძელებაც. ამით რაღაცნაირად ვცდილობ ეხლა დღევანდელი დღის ჭრილში, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა კონტექსტ, დროს, ვითარებას, როდის რა გადაწყვეტილებას იღებ. დღევანდელი დღის ჭრილში მაინც დაფიქრდნენ, ორი დღეა აღდგომამდე და გავთავისუფლოთ ეს ადამიანები და იმ რუსთაველზეც ხო არ იქნება ეს მუდმივი დაპირისპირების კერა, იქნება სხვა მოთხოვნები შემდეგ. კი ბატონო, ეკა ერთ საკითხზე მინდა მოვასწრო კიდე თქვენი პასუხის მიღება არ გვაქვს ბევრი დრო დარჩენილი. თქვენ ყველას აქვს ძალიან დიდი მოლოდინი პატრიარქის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ხომ? და ამ კონტექსტში ალბათ მნიშვნელოვანია ყველა თითოეული მიტროპოლიტი, თქვათ, რაზე აკეთებს აქცენტს და რას ლაპარაკობს მის ქადაგებასა თუ საჯარო განცხადებაში. აი მეუფეიობის ქადაგება ვუჩვენეთ ჩვენ დღეს მაყურებელს და ის ერთიანობაზე, დაბალანსების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, ამ კონტექსტში მეფის არსებობის აუცილებლობას უსვამს ხაზს და ასევე ამბობს, რომ ინებოსო ღმერთმა, რომ პატრიარქის და მეფის 8 წლით საქართველო გამოვიდეს ამ ჭაობიდან. თქვენ მეუფეიობთან წლების განმავლობაში დაახლოებული პირი ბრძანდებით, ის თქვენ შტაბშიც მოდიოდა წლების წინ წინასაარჩევნო პერიოდში, ღიად გიჭერდათ მხარს და რა სიტყვით დღევანდელ სურათზე ამ მხრივ და იმ დიდ მოლოდინზე, რომელიც ამ თემის ირგვლივ არსებობს. დიდია მოლოდინი და ყველა ვარ ძალიან დაწაბულები ამ მოლოდინში. სხვათა შორის მეუფეიობს, რომელსაც რა თქმა უნდა ბევრი წელია ვიცნობ, ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და მის დამოკიდებულებასაც ძალიან დიდ მხარდაჭერასაც იმ ძალიან რთულ დროს, როდესაც ის ჩამოდიოდა საარჩევნო პერიოდში ჩემთან 2012 წელს. 12 წელს დიახ და ძალიან ღიად ახდენდა თავის მხარდაჭერის დემონსტრირებას, იმიტომ რომ ხედავდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები მასში და საჭირო. ძალიან მტკიცია მეუფე, ძალიან მყარი შინაგანი ბუნება აქვს, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მას მის ეპარქიაში, ეს ყველა მიცის და მასზე არ აქვს გავლენა და არ აქვს ეს მათ შორის ეს ჩანაწერები რა კრებსები და ეს რაღაც უბედურებები რო გროვდებოდა, იქაც გამოჩნდა, ვერაფერი ვერ იპოვეს და ისედაც ცნობილია მისი ბიოგრაფია, ერთ-ერთ გამორჩეულია. და ეხლა ვხედავ ღიად სხვათა შორის ეს პროპაგანდა როგორ მუშაობს მის წინააღმდეგ, როგორ მუშაობს ქართული ოცნება მისი სასურველი კანდიდატის და მე მგონია რომ ცუდ საქმეს უკეთებენ პირით. მე ყველას მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა და სხვა შორის მეუფე სააბას ქონდა აი არაჩვეულებრივი სიტყვები გავაზიარა ეს სიტყვები მისი იმდენად ღრმა იყო, იმდენად ყოვლის მომცველი, აი ზუსტად ასახა ეხა რა განწყობით, რა ემოციით, რა გონით, რა ჭრეტოლობით უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა მთავარმა ხმის მიწების. ეკა არ გვაქვს ბევრი დრო უნდა დავასრულოთ. მომავალი პატრიარქის ამბავი და გეტყვით მეფესთან დაკავშირებით მონარქიას ეს პატრიარქის სურვილი იყო, მეუფეიობი ეხლა რაზეც საუბრობდა მე ნიშნა, იმიტომ რომ საქართველოს პატრიარქს ჰქონდა ეს ძალიან დიდი სურვილი და სულ ამბობდა რომ ეს დრო დაბრუნდება. და აქ ჰქონდა ამაში ჩადებული თავისი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობაც მათ შორის.